ეხლა კი მინდა ვისაუბრო ბერძნულ პოლისებზე, სახელმწიფოს მმართველობის ფორმებზე. ანუ საბერძნეთი ესეც საზღვაო სახელმწიფო არის, რომელიც ხმელთაშუა ზღვაზე მდებარეობს. საბერძნეთი შედგება პოლისებისაგან, პოლისი ეწოდება ქალაქ სახელმწიფოებს, არსებობს ძალიან ბევრი პოლისები საბერძნეთში, მათგან გამორჩეული არის და განვითარებული ათენი და სპარტა. ათენი არის გალავნიანი პოლისი და აქ დამკვიდრდა დემოკრატია, სპარტა არის უგალავნო პოლისი, მომხდური დორიელების მიერ ძველი წელთაღრიცხვით მე-10 საუკუნეში შეიქმნა და ეს პოლისი არის უგალავნო პოლისი. აი ამ პოლისებზე შემიძლია ვისაუბრო, რომ ანუ ათენში სანამ დემოკრატია ჩამოყალიბდებოდა, მანამდე 624 წელს ძველი წელთაღრიცხვით შეიქმნა დრაკონის კანონები, ანუ სიტყვაც გვეუბნება როგორი კანონი იქნებოდა, ანუ მკაცრი და დაუნდობელი, აქ მოქალაქეები ძალიან უფლებონი იყვნენ და ფაქტიურად მონები იყვნენ. შემდეგ ეს კანონი შემსუბუქდა ძველი წელთაღრიცხვით 594 წელს სოლონის რეფორმებით, ანუ სოლონმა გაატარა რეფორმა და შემსუბუქდა ეს დრაკონის კანონები და უფრო ადამიანები, ასე ვთქვათ, უფლება მოემატათ და გახდნენ უფრო თავისუფალნი. შეიქმნება სავალო კაბალა, ანუ ესეც ასე ვთქვათ, მიწის მესაკუთრეები არიან იჯარით ეძლეოდათ მიწები და თუ ამ მიწებზე ასე ვთქვათ გარკვეულ გადასახადი იყო დაკისრებული, თუ ვერ გადაიხდიდნენ ის ასე ვთქვათ კარგავდნენ და ამით შემსუბუქდა მათი ასე ვთქვათ ეს უფლებები, რაც შეეხება შემდეგ მომდევნო რეფორმას, ეს იყო კლისთენეს რეფორმა, ძველი წელთაღრიცხვით 509 წელს გაატარა კლისთენემ და აქ დამკვიდრდა სწორედ დემოკრატია და მოქალაქეები გახდნენ სოლონის რეფორმის შემდეგ კიდევ უფრო თავისუფალნი და ასე ვთქვათ უფლებიანი. რაც შეეხება სპარტაზე გადავალ, ანუ ისევ სპარტას მართავდა ორი მეფე, სპარტაში უმაღლეს ორგანოს ეწოდებოდა გეროსია, ასევე იყო დაბალი თანამდებობები და ფენები, რომელთაც ასე ვთქვათ პერიკიები და პლებეები ეწოდებოდათ და მათი ასე ვთქვათ მხოლოდ უფლება იყო პლებეების, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ. სპარტასა და ათენს შორის შემდეგ წარიმართება დაპირისპირება, რომელიც ასე ვთქვათ შიდა სამოქალაქო ომივით ასე ვთქვათ გადაიზრდება, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 421-404 წლებში მიმდინარეობდა და ეს ბრძოლა ცნობილია როგორც პელოპონესის ომი 27 წლის განმავლობაში მათ შორის მიმდინარეობდა ეს დაპირისპირება. ანუ ორი პოლისი გაძლიერდა და ესენი იბრძვიან პირველობისათვის. ერთი არის დემოკრატიული, მეორე არის ოლიგარქიული და რას ნიშნავს ახლა ეს დემოკრატია და ოლიგარქია და სათაურშივე მე ვამახვილე ყურადღება, რომ ბერძნული პოლისები, ანუ ეს ორი პოლისი გამოვარჩია, მაგრამ შემდეგ სახელმწიფოს მმართველობის ფორმებით, ხო? რაც შეეხება ახლა სახელმწიფოს მმართველობის ფორმებს. არსებობს სხვადასხვა მმართველობის ფორმები, მაგალითად არსებობს დემოკრატია, ტირანია, ოლიგარქია, იმპერიული მმართველობა, რესპუბლიკური მმართველობა, დიქტატორული მმართველობა და თეოკრატიული მმართველობა. ეხლა ჩავშლით თითოეულს რას ნიშნავს და ეს ყველა მმართველობის ფორმები გატარდა საბერძნეთში აი ამ სხვადასხვა პოლისებში. ანუ დემოკრატია, კერძოდ ათენში გატარდა თქო ვისაუბრე ამაზე, დემოკრატია არის ისეთი მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი პირი ითვალისწინებს ხალხის აზრს, შემდეგ ოლიგარქიული მმართველობა, ანუ მცირეთა ფენა, რომელიც ელიტარული ფენა არის და ძირითადად ძალმომრეობით, ასე ვთქვათ, ფულით და მოიხვეჭს, ასე ვთქვათ, ქვეყნის მართვის უფლებას, ხოლო შემდეგი არის ტირანული მმართველობა, ანუ ერთპიროვნული მმართველობა, დიქტატორული მმართველობაც ერთპიროვნული მმართველობა არის, რომელიც ძალადობრივად მოიპოვებენ ქვეყნის, ასე ვთქვათ, მართვა-გამგეობას ესეთი პიროვნებები. მონარქიულ მმართველობას რაც შეეხება, მონარქიული მმართველობის დროს ქვეყანას მართავს მონარქი, ანუ მეფე და მემკვიდრეობით გადადის უფროს ვაჟზე ეს მმართველობა. შემდეგ არის რესპუბლიკური მმართველობა, რესპუბლიკური მმართველობის დროს
უმაღლესი პირი არის პრეზიდენტი და ასევე ქვეყანას მართავს უმაღლესი ორგანო, ანუ პარლამენტი და რაც შეეხება იმპერიულ მმართველობას, იმპერიული მმართველობა არის მონარქიას პლუს რესპუბლიკური მმართველობა. ანუ რას ნიშნავს? როგორც მონარქიული მმართველობა გადადის მემკვიდრეობით, ასევე გადადის იმპერიული მმართველობის დროს იმპერატორის ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა და შემდეგი, ანუ აქვე იმპერიული მმართველობის დროს არის უმაღლესი ორგანოც ქვეყნის მართვაში, რომ იღებს მონაწილეობას, ანუ იგი ეწოდებული პარლამენტი, ხო? და ასევე თეოკრატიული მმართველობაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. თეოკრატიული მმართველობა არის ისეთი მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც, ანუ ერთი პიროვნება მართავს როგორც სახელმწიფოს, ასევე რელიგიასაც, აი მაგალითად რომის პაპი ვატიკანში არის გამწესებული, რომელიც რელიგიას მართავს, კათოლიკურ სარწმუნოებას და ასევე ვატიკანსაც მართავს. აი ეს თემა არის, რაც შეეხება კიდევ აქვე ჩაშლილი არის ბერძნული კოლონიზაცია, აი ამ თემასაც მივამატებ. ბერძნული კოლონიზაცია მიმდინარეობს ძველი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნეში დაიწყო, მე-7 საუკუნეში ვრცელდება კოლონიზაცია, ანუ ნიშნავს სიტყვა გადასახლებას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. რაც შეეხება ამ ბერძნული კოლონიზაციის მიზეზი გახდა ის, რომ მოხდა ჭარბი მოსახლეობა, ანუ სტენოხორია, ანუ ეს ტერმინი უნდა დავიმახსოვროთ, სტენოხორია, ანუ მოსახლეობა ჭარბი იყო, ტერიტორია ვერ იტევდა ამდენ მოსახლეობას, სახელმწიფო მიზრუნა რომ დაწყებულიყო მიგრაცია, ან გადასახლება, კოლონიზაცია და ხელისუფლება, ანუ ქვეყნის მმართველი პირები ზრუნავდნენ ისეთი ადგილები მოეპოვებინათ და მოეძიათ თავიანთი მოქალაქეების დასასახლებლად, რომ სამი პრინციპს აქცევდნენ ყურადღებას, ეს იყო რომ ზღვაზე გასასვლელი ქონოთ, მისასვლელი ქონოდა და ასევე ნოყიერი ნიადაგი ყოფილიყო, წყალი ყოფილიყო და ასევე იქ მაცხოვრებელი ადამიანები თუ იყვნენ არ ყოფილიყვნენ ამაზე განვითარებული, რადგან გადასახლების პერიოდში არ მომხდარიყო მათი ესე ვთქვათ გამოძევება და უკან დაბრუნება. აქედან გამომდინარე ბერძნული კოლონიზაცია საქართველოსაც შეეხო, კერძოდ ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში შავი ზღვისპირეთში იქმნება ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები, ფოთი, ანუ ფაზისი, დიოსკური, ანუ სოხუმი, გიენოსი, ოჩამჩირე, ანუ ეს უძველესი ქალაქ-სახელმწიფოები საბერძნეთიდან გადმოსული ხალხით, ასე ვთქვათ, დასახლდნენ და ხდება შერწყმა ბერძნულის და ქართულის კულტურის, რაც იმას მოწმობს, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად საბერძნეთშიც აღმოჩენილია და საქართველოშიც ერთი და იგივე ფულის ერთეული, ანუ კოლხური თეთრი, იმიტომ ეწოდებოდა, რომ ვერცხლის ფული იყო და ეს ფულის ერთეული ძველი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნით თარიღდება. ანუ აქედან გამომდინარე საბერძნეთსა და კოლხეთს შორის მოხდა მიმდინარეობდა ვაჭრობა და ეს არ იყო დამპყრობლური, ასე ვთქვათ, და კოლონიზება, ანუ ეს იყო შერწყმული და ასე ვთქვათ ურთიერთგაგებით დამკვიდრებული კავშირი.